ნიკამელიას საქმე თავდაყირად დგება. თადუმაძის უწყებას სასამართლოს პირველივე სხდომაზე საკუთარი მტკიცებულებების განეიტრალება მოუწევს. მელიას ადვოკატმა ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ წარმოებული საქმიდან ის უწყვეტი ვიდეო მასალა გაასაჯაროა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს ოპოზიციის ლიდერი და სახიფათო ვითარების განეიტრალებას ცდილობს. ჯამში 18 საათიანი ვიდეო მასალა იმ მტკიცებულებებს შორის არის, რომლებიც ნიკამელიას ადვოკატს საგამოძიებო უწყებამ გადასცა. როგორც ჩანს, პროკურატურაში ვიდეო ბოლომდე არ გაუშიფრავთ და გამომძიებლებს არ უნახავთ კადრები, რომლებმაც თადუმაძის უწყება ახლა ჩიხში შეიყვანა. დაცვის მხარის მთავარ მტკიცებულებად ქცეული ჩანაწერი პირდაპირ მიანიშნებს, რომ დეპუტატის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მთავარი მიზანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განეიტრალებაა. ჩვენი ჟურნალისტი ნათია გოგსაძე გაეცნო გამოძიების მთავარ მტკიცებულებებს და უფრო მეტს გვეტყვის რეზონანსული საქმის შესახებ. ნათია, რა არის მთავარი, რაც კადრებში ჩანს და მთლიანად აცლის საფუძველს ბრალდებას? ნიკამელიას საქმეზე პროკურატურას საკუთარი მტკიცებულებები სავარაუდოდ საპირისპიროდ შემოუბრუნდება, ვინაიდან ნიკამელიას ადვოკატმა გამოითხოვა ის ვიდეო მასალა, რომელიც ჩალვა თადუმაძის უწყებაში ნიკამელიას წინააღმდეგ ინახებოდა და თავად მიაკვლია იმ კადრებს, სადაც კარგად ჩანს, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ნიკამელია, ოპოზიციას იქ შეკრებილ დემონსტრანტებს და აქციის მონაწილეებს თავაზობს, რომ საჭიროა მოლაპარაკება იმისთვის, რომ ვითარება განიმუხტოს და მოგვიანებით მათ ბრალი არ წაუყენონ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ეცადა, რომ მდგომარეობა განემუხტა. ამის შემდეგ ამავე კადრებში კარგად ჩანს, რომ გრიგოლ ვაშაძეც ითხოვს ნებართვას დემონსტრანტებისგან, რომ შევიდნენ პარლამენტის შენობაში, დაიწყოთ მოლაპარაკებები და სწორედ ამ დროს კი უკვე იწყება სროლა. როგორც გიორგი კონდახიშვილი ამბობს, უახლოეს სასამართლოს სხდომაზე ისინი ამ მტკიცებულებებს წარადგენენ და უკვე მოითხოვენ მოსამართლისგან, რომ საქმის აბსურდულობა უკვე მარცხაჯულებამ თავად აღიაროს. შვედი პირობები, რომელიც გაზღერდა აქ, ზუსტად იგივე, 11 და 11. შევიდეთ, ვუთხრათ, მოვისმინოთ, რა სიტყვიათ და გამოვიდეთ და გავაგზავნოთ ბრძოლა. მოგეხსენებათ, ეს არის მცირე მონაკვეთი იმ უწყვეტი ვიდეო მასალიდან, რომელიც ჩვენს ხელთ არის უკვე როგორც მტკიცებულება აღნიშნულ საქმეზე. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ შტურმი განხორციელდა პარლამენტზე, ნიკამელიამ განახორციელა ძალადობის ორგანიზება. ეს არის უტყუარი კადრები, რომელიც შემდეგ რამეს გვეუბნება. ნიკამელია მათ შორის სხვა ლიდერებთან ერთად აწყნარებს საზოგადოებას, უხსნის მათ, რომ აუცილებელია სიტუაციის განმუხტვისთვის, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შესვლა იღებს. ეს ვიდეო კადრები ნიკამელიას საქმეს თავდაყირა აყენებს და პირდაპირ ამტკიცებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ვიდეო მასალა იმ მტკიცებულებებს შორისაა, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში დევს. კადრებში ჩანს, რომ მელია მომიტინგეებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროა და ვითარება დიალოგით უნდა განიმუხტოს. მელიას შემდეგ მეგაფონს გრიგოლ ვაშაძე იღებს და დემონსტრანტებს ნებართვას თხოვს, რომ მათი სახელით პარლამენტის შენობაში მოლაპარაკებებზე შევიდეს. ხელისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრი, იმისთან წოდებოდა პრემიერ-მინისტრმა, მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა. მომისმინეთ. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაგარებული ყველას ერთად. ამ ქვეყნის მომავალზე. მე რომ არ მათქმევიოთ, რომ აი მე მინდოდა შეთვის მეთქვა რაღაცა და შენ არ დაჭექი ჩვენთან, მნიშვნელოვანი არის, ხახტო. შვედი პირობები, რომელიც გაზღერდა აქ, ზუსტად იგივე, 11 და 11. შევიდეთ, ვუთხრათ, მოვისმინოთ, რა სიტყვიათ და გამოვიდეთ და გავაგზავნოთ ბრძოლა. შევიდეთ, ნებართვა გვაახსნენი, შევიდეთ. ვიდეო მტკიცებულებებში კარგად ჩანს, რომ ამ განცხადებების შემდეგ ლიდერები გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებისთვის ხელებაწეულები მიდიან. თუმცა ვიდრე პარლამენტში შევლენ სპეცრაზმი შტურმს იწყებს და დიალოგს ხელისუფლება სროლით შლის. მომიტინგეებს სპეცრაზმი პირველად წიწაკის გაზის კაფსულებით უსწორდება. ჟურნალისტის კითხვაზე, შედიან თუ არა ლიდერები მოლაპარაკებებზე, პროკურატურის კიდევ ერთი ბრალდებული გიგი უგულავა პასუხობს, რომ ცეცხლის გახსნით კონსულტაციები ჩაიშალა. ბატონო გიგი, რომ გვითხრათ არავითარი მოლაპარაკება აღარ შედგება. გახარია როგორც მოსალონელი იყო, არის ჩვეულებრივი რუსი მელკი აფერისტი,
ვითომ მოლაპარაკება და ხალხს დაუშინა გაზი. ხო და აი ამ პირდაპირ ეთერიდან მეწვი. აი ეს არავის არ შერჩენია. ეს ახალი ვიდეო მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მოსამართლემ ნიკა მელიასთვის დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმოს, ფიქრობენ ადვოკატები. გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურას გაყალბებული საქმე თავზე ჩამოენგრა. სიტუაცია აბსოლუტურად დაწნარებული, არავითარი შტურმი არ ხორციელდება. მოქალაქეები უსმენენ ლიდერებს და ამის შემდგომ უკვე ლიდერები მიემართებიან შემოთავაზებისამებრ შესახვედრად მოლაპარაკებებზე. გადაკვალიფიცირდება არათუ გადაკვალიფიცირდება. აღნიშნული მტკიცებულება კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, არის პირდაპირი დამადასტურებელი იმისა, რომ არათუ ძალადობის ორგანიზება თუ გადატრიალების თუ ასე ვთქვათ შტურმის ნიკანორ მელიას სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საზოგადოების დაწყნარებას. ეს ვიდეო უამრავ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელსაც დაცვის ხარე ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ასე ვთქვათ, ასე კარგად იყენებს ბრალდება, ნიკანორ მელიას წინააღმდეგ როგორც პოლიტიკური დემნის ინსტრუმენტი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს გამოაცვლის სამართლებრივ საფუძველს. პერსპექტივა აღნიშნულ საქმეს აქვს სასამართლოში ნულოვანი. ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, რომელიც უკავშირდება 21 ივნისის მოვლენებს, მანამ სანამ როგორც მინიმუმ დახარია კვლავ რჩება ფორმალურად შინაგან საქმეთა მინისტრად. არანაირი მტკიცებულებები არ აქვს. უბრალოდ ეს არის მათი მოკლე ჭკუით ხსნა აი ამ კრიზისისა. ფიქრობენ, რომ იქნებ ამ კრიზისიდან რამენაირად გამოძვლენ, თუ კი ჩვენ ავაბუყბუყებთ სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში პროცესებს და პოლიტიკურ ლიდერებს დავაკავებთ, დავაპატიმრებთ, არ ვიცი მე ხა შინაპატიმრებას მიუჟით და სამაჯურს გაუკეთებთ, ამით იქნებ ოდნავ ამოვისუნთქოთ. ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გიგი უგულავამ დღეს ჩვენება მაგისტრ მოსამართლეს მისცა. გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა, ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყების მხრიდან ოპოზიციონერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს. უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე და ვარდების რევოლუცია იდენტურია. 2 საათიანი დაკითხვიდან გამოსული უგულავა ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს პოლიტიკური დევნისთვის აწარმოებს. ხელებს აცეცებენ სიბნელეში თვითონ არიციან. რაც აკეთებენ ფაქტია, რომ ეს ვთქვათ ორკესტრირებულად ეხლა აქვთ სურვილი, რომ ეს რაღაცნაირად მონათქვამს სახელმწიფო გადატრიალებად. ამ თვალსაზრისით ისტორიული ექსკურსიც მომიწია ჩამეტარებინა გამოძიებისთვის, იმიტომ რომ მაგიურად სიტყვა რევოლუციას ახსენებდა თუ არა ვიღაცას, ამაზე იყო შეკითხვა დაწყებული აქედან დამთავრებული იმითი, თუ რას ფიქრობ მე ვარდების რევოლუციაზე. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია რაღაცნაირად პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ხა ეს გუშინდელი ჯვიაძიძიგურის განცხადებიდანაც უკვე ღია ჩანს, იმდენი მტკიცებასთან გვაქვს საქმე. კაც რომელზეც ვერ აკავებდი ისე შედგოდა პარლამენტში, დღეს ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია თურმე მონაწილეობა. ნიკა მელიას ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელზეც მუშაობს. გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ დეპუტატისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება არაკონსტიტუციურია.